პოზიტიური შედეგი არა აქვს ჩვენთვის, მაგრამ მეორე საკითხია, ეს რუსეთი არის მტერი, რუსეთი არის აგრესორი. როდესაც მტერი ნებისმიერ სახელმწიფოში თქვენ წაიკითხავთ, გინდა ომის დროს და გინდა მშვიდობის დროს, რომ თუ კი მტერს გაზდის ის, რაც უნდა, ის ყოველთვის გაიტანს და მეცაც მოითხოვს. ანუ მტრულ მოქმედებაში თუ ის ხედავს რომ ის უფრო მეტ, ესე იგი უფრო ნაკლებ ზიანს, უფრო წარმატებას მიაღწევს ვიდრე ზიანს, ის გააგრძელებს ამ მოქმედებას. თუ ის მეტსარგებლებს ნახავს ვიდრე წარმატებულობას, ის გააგრძელებს ამ მოქმედებას. აბსოლუტურად გეთანხმებით. აბსოლუტურად. ხო და ამიტომ სანამ არ იქნება დიალოგი, ესეთ არადიალოგის უმრავლესობა ყველაფერს მიაღწევს თუ შეიძლება. ამიტომ პატარა ქვეყნის, თუნდაც ოკუპირებული ქვეყნის ნაწილობრივ ესე ვთქვათ, აი 20%-ია ოკუპირებული ქვეყნის, ძალიან დიდი რესურსი არსებობს, გარდა იმისა, რაზედაც აქ ითქვა, რომ პატარა ქვეყანასაც შეუძლია ფიზიკური ბრძოლაც ეს გვიჩვენა ჩვენ ფინეთმა თავის დროზე რუსეთის წინააღმდეგ და ეს გვიჩვენა აფხაზეთის ომმაც, როდესაც ჩვენ 15-16 მარტს უფრო ადრეც 5 იანვარს მოვიგერიეთ უზარმაზარი შეტევა რუსეთის შეერაღებული არმიის და რომ არა კაპიტულანტური ხელისუფლება, შევარდნაძის კაპიტულანტური ხელისუფლება იმ ომს მაშინ დავამთავრებთ. ეხლა რაც შეეხება რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ ძალიან ბევრი ბერკეტი გვაქვს ამისათვის, რომ ვაწარმოოთ ბრძოლა, რეალური ბრძოლა, არა ლაქუცი, არამედ რეალური ბრძოლა. როდესაც აი ამ დღეებში ჩვენ გავაჟღერეთ ერთი პრობლემა, აფხაზთა კრებამ გააჟღერა პრობლემა ენგურჰესიდან აფხაზეთში გადის ელექტროენერგია იმდენი, რამდენსაც მოიხმარს თბილისი. სრულიად მუქთად. ჩვენ ვამარაგებთ რუსეთის ბაზებს ელექტროენერგიით. დღეს ამ ელექტროენერგიამ კალაძის ხელში მიაღწია 2 მილიარდ კილოვატ-საათს. თუ შეადარებთ თქვენ, ესე იგი ჩვენი ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მონაცემებს და სეპარატისტების კომისიის მონაცემებს, ნახავთ ამ სხვაობას 2 მილიარდს ვაწვდით, 200 მილიონს ისინი მოიხმარენ. სად მიდის გეკითხებით მილიარდ 800 მილიონი ესე იგი ელექტროენერგია. მემორანდუმი როდის გაფორმდა? 100 მილიონი გეტყვით ახლა რაც შეეხება მემორანდუმს არის აქ ამაქვს წამოღებული, შემიძლია გაგაცნოთ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის განცხადება, ბალიშვილია თუ არ ვცდები გვარად, 100 მილიონი დოლარი გვიჯდება თან ჩვენ ენგურჰესი. აი ეს მემორანდუმი არ შესრულებულა, თვითონ დღევანდელი ხელისუფლების მინისტრის მოადგილე კალაძის ამბობს, ეს მემორანდუმი არ შესრულებულა, იმდენად რამდენადაც ამ მემორანდუმის პირობა იყო ჯერ ერთი ისეთი გადანაწილება კი არა დღეს რომ არის ელექტროენერგიის და მეორე იყო რომ რუსეთის მხარე ძალიან სერიოზული ინვესტიციები უნდა განეხორციელებინა ენგურჰესში და რა თქმა უნდა მე დღესვე ვიტყოდი რომ მე ამას არ გავაკეთებ. მე ამ ენერგიას არ მივცემ არც რუსეთის ბაზებს, რა თქმა უნდა ოკუპირებული ტერიტორია, ჩვენი მოქალაქეებია, თქვენ იცით რა ღირს იქ ელექტროენერგია? იქ ღირს 40 კაპიკი, რუსული კაპიკი ღირს 40 კაპიკი, ეს არის 1.6 თეთრი. ჩვენ ვიხდით, მე და თქვენ ვიხდით 17 თეთრს. ისიც არ იღება და სამაგიეროდ კარგად იღებენ გალელებისაგან. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ მე ამ ენერგიას ხელისუფლების მაგერად კი არ გავზრდიდი, კიდე კი არ მივაწოდებდი, კიდევ დამატებით ბოლოს 3 წლის წინ დამატებით მივაწოდეთ ჩვენ 300 მილიონი. აი ამაშია ის ლაქუცის პოლიტიკა. გაზდის და მიაქვს. აქედან გამომდინარე, ესე იგი, ეს ერთი პრობლემა. მეორე პრობლემა გალის მოსახლეობა. გალის მოსახლეობა დღეს იმყოფება თანამედროვე რუსულ გულაგში, გალის მოსახლეობა და ჩვენ ხმას არ ვიღებთ. ეს არის დღეს დიდი ქართველების დიდი საკონცენტრაციო ბანაკი. ჩვენ ფრაგმენტულად ვლაპარაკობთ იმაზე, რომ იქ სკოლა არ არის, იქ რაღაც ჯანდაცვის კერები არ არის, მაგრამ თავარს არ ვამბობთ, რომ იქ არის ქართველების რასისტული ჩაგვრა, იქ არის რასიზმი, იქ არის სეგრეგაცია, იქ არის აპარტეიდი და ჩვენ ამ თვალსაზრისით არ ვარისხებთ განგაშის ზარებს. ჩვენ გვყავს აგერ მაგალითისთვის ორი მთავრობა გვყავს, ერთი აფხაზეთის მთავრობა, მეორე გვყავს ჭირვალის რეგიონის მთავრობა. აფხაზეთის მთავრობა ეს არის ძველი მუმიები, რომლებიც ასე ვთქვათ, რაღაც სარკოფაგში არიან 13 მილიონიან სარკოფაგში. რა იქნება ამ მთავრობის წარმომადგენლებმა? ერთხელ მაინც ისინი 25 წელი არავის ხელახლა არ აურჩევია.
ну ესენის დანიშნული არიან და კარგახანი არიან ერთხელ მაინც ან სტრასბურგში წავიდნენ და აქცია პლაკატი დაიკავოთ ან ბრიუსელში წავიდნენ ან გაეროში წავიდნენ ანუ პრობლემა მუდმივად აქტუალიზებული რო იყოს საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე არაფერი ამდაგვარი არ ხდება შემიძლია ვილაპარაკო ბანერებზე შემიძლია ვილაპარაკო ბევრ სხვა საკითხზე ბევრი სხვა მექანიზმი არსებობს ხელისუფლების ხელში მაგრამ არ იყენებს იმიტომ რომ ნუ აი ესეთი პოლიტიკა აქვს ანუ ამას ქვია კონსტრუქტივიზმის კონსტრუქციული პოლიტიკა და სინამდვილეში ეს ლაჩრობის პოლიტიკა და ლაჩრობას კონსტრუქტივიზმი არასდროს არ ქვია ვიდრე სტუმრებს აქ მყოფ სტუმრებს დაუბრუნდებოდით მინდა რომ ჩემს ტრიბუნებთან მყოფ აქციის მონაწილე